საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. მეცნიერები კიდევ დაობენ ქართული ამბანის წარმოშობის თარიღს. არსებობს მოსაზრება, რომ უკვე ფარნავაზის ეპოქიდან იქმნება ქართული ამბანი. თუმცა რეალური ფაქტები მხოლოდ ქრისტიანული ეპოქიდან გვაქვს. გავიხსენოთ ბოლნისის წარწერა, დავათის სტელა. 2001 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვეტიცხოვლის ეზოში სამარხს მიაგნო. ეს სამარხი მდიდარი ინვენტარით არის წარმოდგენილი, რომელიც თარიღდება მე-4 საუკუნით. ანუ იმ ეპოქით, როდესაც ჩვენთან ქრისტიანობა ხდება ოფიციალური რელიგია. ის გარკვეული სიმბოლოა კავშირის ანტიკურობისა და ქრისტიანობისა. ძალიან მდიდრულ ნიმუშებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საწერი მოწყობილობა. ეს საწერი მოწყობილობა, რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს ჩვენი წიგნობრობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს. აღმოჩენილი ნიმუშები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ეს სამარხი ეკუთვნის ძალიან მაღალი სოციალური სტატუსის პირს. აქ ნაპოვნია ოქროს ჭვირული ფირფიტა, რომელზეც შესრულებულია ბერძნული წარწერა მეფე უსტამოსისა და აგრეთვე ევგენიოსისა. უნდა ითქვას, რომ ამ საწერ მოწყობილობას არ აქვს ანალოგი არც მხატვრული თვალსაზრისით და არც მისი კომპლექტის შემადგენლობით. ჩვენ ერთდროულად ვხედავთ ვერცხლის კალმებს. მათ ჩასადებ ვერცხლის ბუდე პენალს, რომელიც შემკულია მუზების მოოქროული რელიეფური გამოსახულებით. აგრეთვე ჰომეროსის, დემოსთენეს და მენანდრეს მინიატურულ ფიგურებს და ჭვირულ ფირფიტებს. უნდა ითქვას, რომ ხელოვნების ეს ნიმუში წარმოადგენს ფორმის და შინაარსის შერწყმის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენ ქვეყანაში მწიგნობრობა. უნდა ითქვას, რომ თვითონ სამელნეში დარჩენილია მელნის ფხვნილი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს მხოლოდ მხატვრული ნიმუში არ გახლავთ, არამედ მას ჰქონდა აქტიური გამოყენებაც. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩვენ სახელმწიფოს ანტიკურ სამყაროსთან და აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართული ქრისტიანობა განვითარდა მყარ ანტიკურ ფესვებზე.